გამარჯობა, ეთერშია საზოგადოებრივ ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთწლოვანებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, წამყვანი რუბრიკისა ქართული ცივილიზაციის წვლილი კაცობრიობის ისტორიაში. დღეს ჩვენთან სტუმრად არის გერმანიკული ენების და ენათმეცნიერების თეორიის სპეციალისტი, პროფესორი ქალბატონი ანა მესხი. წინა გადაცემა, რომელიც მიეძღვნა ქართული ანბანის ტრადიციებს და პრობლემებს, აღმოჩნდა უაღრესად საინტერესო მაყურებლისათვის. დღეს გრძელდება ეს ფუნდამენტური მიმართულება ქართული ანბანის შესახებ და დღეს ქალბატონი ანა ილაპარაკებს ჩვენთან ქართული ანბანის პარადოქსებზე. გამარჯობა ქალბატონო ანა. გამარჯობა. გისმენთ დიდი ყურადღებით. დიდი მადლობა. როგორც უკვე ბატონმა დავითმა მოგახსენათ, ჩვენი პირველი ლექცია საუბარი ეძღვნებოდა ქართულ ტრადიციას და ქართული ტრადიციის ინფორმაციას ქართული დამწერლობის შესახებ. და ჩვენი საუბრების დროს აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ საინტერესო და არაჩვეულებრივი, არაორთოდოქსალური პრობლემები იკვეთება ხოლმე, როდესაც ჩვენ ქართული დამწერლობის ტრადიციაზე, ქართულ ტრადიციაზე ვსაუბრობთ ხოლმე. უნდა მოგახსენოთ, რომ არანაკლები პარადოქსებითა და პრობლემებით გამოირჩევა, რა თქმა უნდა, თვითონ ჩვენი სადამწერლობო სისტემაც. და სადამწერლობო სისტემაში ბუნებრივია, მე ვგულისხმობ სამივე ანბანს, მგლოვან ხუცურს, ნუსხა ხუცურსა და მხედრულ დამწერლობებს. მე ახლავე ჩამოვთვლი იმ პარადოქსებს, რომელი პარადოქსებიც აღმოვაჩინე მე ჩემი კვლევის დროს ქართულ დამწერლობაში. ისინი აქ გამოხატული არის ფურცელზე, როგორც ხედავთ, 7 პარადოქსია, რომელიც ასე ვთქვათ იკვეთება ქართული ანბანური სისტემების შესწავლის დროს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვიხილავთ არა მხოლოდ ქართული ანბანური სისტემების შიგნით არსებულ პრობლემატიკას, არამედ მათ პრობლემატიკას სხვა სადამწერლობო სისტემებთან მიმართებაში. მაშასე, აქ არის 7 პარადოქსი ჩამოთვლილი. პირველი ეს გახლავთ თარიღები და სრულყოფილი გრაფიკა. მეორე არის სისტემათა რაოდენობა. მესამე ფუნქციონირების ხანგრძლივობა. მეოთხე დერივაციული ურთიერთობები და დერივაციულში იგულისხმება წარმოებითი ურთიერთობანი, როდესაც ვამბობთ, რომ ასომთავრულიდან წარმოიშვა ნუსხა ხუცური, ხო? მაგალითად. დერივაციული ურთიერთობები. მეხუთე არის წვეტა და უწყვეტელობა. მეექვსე სინქრონია, დიაქრონია და მეშვიდე სტატიკა, დინამიკა. ერთი პარადოქსი, რომელიც აქ ნაჩვენები არ არის ამ ნუსხაში, ეს არის ერთჟამიერობა და ერთჯერადობა. რა იგულისხმება ამაში? როდესაც ქართულ დამწერლობის შესახებ მკვლევრები ნაშრომებს წერენ, ყველანი აღნიშნავენ ერთსა და იმავე თვისებას. და ეს თვისება გახლავთ უპირველეს ყოვლისა ქართული ასომთავრულის, რა თქმა უნდა, ერთჟამიერი დაწერილობა, ანუ ერთ დროს შეიქმნა იგი და ერთჯერად. ცოტა უშნოთ რომ ვთქვათ, დასხდნენ ერთხელ, ერთ დროს და დაწერეს. შექმნეს მთლიანი უზარმაზარი და რთული შრეობრივი სისტემა. მინდა ორიოდე სიტყვით ჯერ ამ თუ შეიძლება ასე ითქვას, ნულოვან პარადოქსზე ვისაუბრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ერთჟამიერობასა და ერთჯერადობაზე ვსაუბრობთ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სადამწერლობო სისტემებში არსებული სხვადასხვა პრინციპები. და რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ, გვაქვს იქაც თუ არა ერთჟამიერობა და ერთჯერადობა. გავიხსენოთ მატიანე შემეცნებათა, რომელიც გვეუბნება, რომ ერთ ჟამს ხუცურნი ჩვენი წერილნიო წარმოიშვენო ებრაულისა და ქალდეურისაგანო. და ჩვენ მაშინ ავღნიშნეთ, რომ ებრაული და ქალდეური წარმოადგენენ შუალედურ რგოლებს ქართულ დამწერლობასა და
უფრო სიღრმისეულ სადამწერლობო სისტემებს შორის. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ფინიკიური დამწერლობა, ანუ იგივე ჩრდილოსემიტური დამწერლობა, ხოლო მეორე მხრივ კი ჩვენ გვაქვს შუმერული დამწერლობა. რას ნიშნავს ახლა ეს ერთჟამიერობა? ერთ დროს შეიქმნა მაგალითად იგივე ფინიკიური დამწერლობა. ამისათვის გავიხსენოთ ისევ წინა საუბარში ნახსენები დევიდ დირინჯერი, რომელიც ამბობს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნიდანო იწყება უკვე ანბანური ნიშნების და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ეს არის გეომეტრიული ნიშნების გამოჩენაო და თანდათანობით, რა თქმა უნდა, ყალიბდება ნიშანთა რაოდენობა, ხდება მათი დახვეწა და სადღაც უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნეებისათვის ჩვენ გვაქვს უკვე ძველი ქანაანური დამწერლობა, ხოლო შემდეგ კი უკვე გვაქვს ჩამოქნილი ფინიკიური დამწერლობა, ხო სადღაც მე-8 საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვისა უკვე ებრაული დამწერლობა. როგორც ვხედავთ, ფაქტობრივად იმისათვის, რომ ანბანური სისტემა ჩამოყალიბებულიყო ჩრდილოსემიტური, ანუ ფინიკიური, რომელსაც დედა ანბანსაც ვეძახით, მას დასჭირდა დაახლოებით 800 წელიწადი. ანუ აქ ერთჟამიერობაზე საუბარი რა თქმა უნდა ზედმეტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც მატიანე შემეცნებათა მეუბნება, რომ ქართული ხუცური დამწერლობაო, იგულისხმება ასომთავრული, მომდინარეობსო, ანუ წარმოიქმნა ებრაულისაგანო და ჩვენ ვიცით რომ და ფინიკიურში გადავიდეთ, ხო? იქ კიდე ჩვენ ვხედავთ, რომ ამას საუკუნეები დაჭირდა. ესე იგი, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ქართულ დამწერლობასა, ამ შემთხვევაში ასომთავროს შორის და ფინიკიურ დამწერლობას შორის. აქ ჩვენ გვაქვს ერთჟამიერობა, იქ კი გვაქვს დაახლოებით 800 წელიწადი, სანამ ანბანი ჩამოყალიბდა. ახლა ვნახოთ რა ხდება შუმერულში, ხო? შუმერულშიც ფაქტობრივად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, თუმცა იქ შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მსგავსებაც არის. როგორც უკვე მოგახსენეთ და როგორც ძალიან ბევრი მკვლევარი აღნიშნავს ხოლმე, ქართული დამწერლობა უცებ ჩნდება. აი როგორც ასე ვთქვათ, გამზადებული უკვე ჩამოყალიბებული, ჩამოქნილი, ხო? და აი დაახლოებით ანალოგიურად ხდება შუმერული დამწერლობაც. ეგრეთ ჩნდება იგი მე-4 ათასწლეულის ბოლო ხანებში, ძველი წელთაღრიცხვის რა თქმა უნდა, როდესაც გათხარეს ეანას ტაძარი ურუკში და აღმოაჩინეს მის მე-4 და მე-3 ფენებში თიხის ფირფიტები, სადამწერლობო ნიშნები, ტექსტები, ცალკეული სიტყვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ახლა თითქოს იცით ეს გათხრების შედეგად უცებ ამოვიდა მართალია ეს უზარმაზარი ინფორმაცია, მაგრამ რა თქმა უნდა მას წინ უსწრებდა განვითარების ძალიან დიდი პერიოდი. თუმცა მკვლევრებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს იმის დადგენა, თუ რომელი სისტემა უნდა ყოფილიყო შუმერული დამწერლობის წინ. არსებობს ერთი ასეთი თეორია, შმანდ ბესარატის თეორია, რომელიც ამბობს, რომ პატარა ფიგურებისაგან, თიხის ფიგურებისაგან, ან მაგალითად კენჭებისაგან, რომლებსაც გარკვეული ფორმა ჰქონდათო, იმათგან წამოვიდა ესე იგი დამწერლობა ამ პატარა ფიგურების საშუალებით, რომელსაც იგი tokens ეძახის, მე მას ვთარგმნი როგორც კოჭები. აი ამ პატარა კოჭების მეშვეობით ითვლიდნენ მაგალითად რაღაცას და აი ამ თვლით წამოვიდაო შემდეგ უკვე თვლით წამოვიდა, დაიწყო დამწერლობა და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდა სადღაც მე-4 ათასწლეულის ბოლო ხანებისთვის უკვე ჩვენ მოგახსენეთ, რომ უკვე მთლიანი დამწერლობა გვაქვს. ენა შუმერული მთლიანად არის გრაფიკულად განხორციელებული. შმანდ ბესარატის თეორიას ნაწილი მკვლევრებისა ემხრობა, ნაწილი არ ემხრობა, იმის გამო რომ პერიოდი, რომელიც ქალბატონს აქვს აღებული, მკვლევარს აქვს აღებული, მოიცავს დაახლოებით პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის მე-8 ათასწლეულიდან და თანაც ეს კოჭები ნაპოვნი არის სხვადასხვა რაოდენობით, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმებით, იქ არის
კვეტაც პერიოდული და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ზოგი ემხრობა და ზოგი არ ემხრობა, მაგრამ სრულად ესე იგი რო გითხრათ, რომ მთლიანად აღიარებულია, საერთოდ რომ ეს კი ნამდვილად კოჭების თეორია მაგალითად უსწრებდა წინ შუმერულ დამწერლობას, ეს ასე არ არის. ესე იგი, ერთჟამიერობა და ერთჯერადობა ფაქტობრივად ჩვენ არ გაგვაჩნია არც შუმერულთან დაკავშირებით და არც ფინიკიურთან დაკავშირებით. ანუ მატიანე შემეცნებათა, რასაც გვეუბნება, ხო, იმასთან წინააღმდეგობაში მოდის ქართული დამწერლობის, ასომთავრული დამწერლობის ამ შემთხვევაში შექმნისა და დროის კომპონენტები აი ამ ცნობილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეგრეთ წოდებული წყაროებისაგან. ეს კი თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ქართული დამწერლობა ან არ არის მათგან წარმოქმნილი და აქ რაღაცას გვატყუებენ, ან გვატყუებენ იმისთვის, რომ უფრო სხვა კუთხით, სხვა მხრით მივმართოთ ჩვენი გამოკვლევა. ამაზე მეც აღარაფერს არ ვიტყვი, უფრო მეორე არის, რა თქმა უნდა, აქ სავარაუდოდ და არა პირველი და გადავალ ახლა უკვე ასე ვთქვათ, იმ პარადოქსებზე, რომელიც ჩამოთვლილი არის აი აქაც სიაში. ბატონო ანა, თქვენი ნებართვით მე მინდა შევახსენო მაყურებელს წინა რამოდენიმე გადაცემა, სადაც ჩვენ აღწერეთ ქართული ასომთავრული ანბანის უნარი გადმოსცეს მთვარის კალენდარი, როგორც მესოპოტამიაში იყო, ასევე მისი უნარი გადმოსცეს მზის კალენდარი, რომელიც ეგვიპტეში იყო. ვინაიდან კალენდარი ეს არის ასტრონომიულ მონაცემებზე აგებული სისტემა, მართალი ბრძანდებით, მე ხა დამატებით არგუმენტი მომყავს, რაც თქვენ ბრძანდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ანბანი მართლაც რომ ერთჯერადია და ერთჟამეულია. იმიტომ რომ შეუძლებელია შენ გადმოსცე კალენდარი და მას აკლდეს რამოდენიმე 100, ან იყოს ზედმეტი და შემდეგ ეს შენ დააკორექტირო. შესაბამისად ეს არგუმენტები, რომელიც დაკავშირებულია კალენდარებთან, ამტკიცებს თქვენს ამ ფუნდამენტურ შეხედულებას. ამასთან ცოტას გადავუხვევ მაშინ და აი თქვენს აზრს გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ქართული ასომთავრული ანბანი ეს არის, მე ვიტყოდი, ეს არის მსოფლიოს პირველი საოცრება, ვინაიდან მასში შრეობრივად არის მოცემული სხვადასხვა სისტემები. აქ მხოლოდ ასტრონომიულ და კალენდარულ სისტემებზე არ მიდის საუბარი. აქ მიდის ეთნოგრაფიაზე, აქ მიდის რელიგიაზე. ნუ ენობრივი ხო თავისთავად და მიდის სხვადასხვა სახის ფორმულებზე, რა ფორმულებიც მაგალითად ფიგურირებს შუმერულ მითებში ან და ეგვიპტურ მითებში. აი ამ ფორმულების გამეორება ხდება ქართულ ასომთავრულში და მეცად გეტყვით, ცოტა გაუსწრებ ჩვენი საუბრების თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ასომთავრული ანბანი და ფინიკიური დამწერლობა ერთმანეთთან დაკავშირებული არიან რამოდენიმე შრის მიხედვით და არა თითო ასოს დონეზე, არამედ სისტემურ დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ანბანის სისტემური რაღაც ურთიერთდამოკიდებულება ასონიშნებს შორის იმეორებს ფინიკიურში არსებულ ასონიშნების დამოკიდებულებას. ჩახლართულია ასე ერთმანეთში ყველაფერი იმისათვის, რომ რაღაცა დაფარული ინფორმაცია გადმოგცეს და ეს და ყველგან წამყვანი არის ქართული და ფინიკიური წამყვანი არ არის. ყოველთვის ქართული კარნახობს რა მიმართულებით უნდა წაიყვანო კვლევა იმისათვის, რომ შენ აღმოაჩინო ეს გეომეტრიული დაკავშირება იქნება, ეს იქნება კაბალისტური დაკავშირება, ანუ კაბალური მეთოდებით, კაბალური ენათმეცნიერების მეთოდებით შექმნილი კავშირები, მაგალითად ქართულ ასომთავრულსა და ფინიკიურ დამწერლობას შორის და ასე შემდეგ. თემა რა თქმა უნდა უზარმაზარია, რომელზედაც ცალ-ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეხლა ალბათ გადავიდეთ პარადოქსების თემა ძალიან მაინტერესებს პირადად მე. ხო, გადავიდეთ პარადოქსებზე ეხლა იმ უშუალოდ იმ პარადოქსებზე, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან ნათლად გამოიკვეთება ქართულ დამწერლობაში. მაშ ასე თარიღები და სრულყოფილი გრაფიკა. ყველა ვინც კი წაიკითხავს ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით არსებულ ნაშრომებს, ყველა მკვლევარი უგამონაკლისოდ აღიარებს იმ ფაქტს, რომ როდესაც რომელიმე ანბანი ჩდება, ეს იქნება ხუცური, მხედრული თუ ასომთავრული, გრაფიკული ფორმა. აი ეს
მონახაზი ანბანური ასონიშნებისა იმდენად სრულყოფილია, რომ შეუძლებელიაო, რომ იგი უпростоრად მას წინ არ უსწრებდეს რაღაცა გარკვეული და თანაც ხანგრძლივი პერიოდი მისი განვითარებისაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ მეხუთე საუკუნეში ჩვენ ვხედავთ, ნეკრესლული წარწერების მიხედვით პირველში თუ გადავალთ მაგალითად, ხო? თუ მაგალითად პირველში ან თუნდაც მეხუთე საუკუნეში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოჩნდა ქართული ასომთავრული დამწერლობა, ხო? მაგრამ ისეთი ჩამონაკვთილია ეს, ისეთი ლამაზია და ისეთი არაჩვეულებრივად მომხიბლავი ასონიშნებია, რომ იმ პერიოდისთვის, ხო, ამ პირველი გამოჩენისთვის და პირველი გამოჩენა ყოველთვის გულისხმობს სიმარტივეს, ხო, სწორია, იმდენად ჩამოქნილია და კარგია, რომ იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა აი ის პირველი და მარტივი ნიშანი, რომელიც, რა თქმა უნდა ყოფილიყო წესით თუ ეს იქნებოდა მისი პირველი გამოყენება. აი სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც საუბრობთ თარიღებსა და პარადოქსებზე და აქვე ისევ გაგახსენებთ ფინიკიურ დამწერლობას, წეღან ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რამდენი ხანი უსწრებდა, ხო, ასონიშნების განვითარებას დრო და აი ქართულისათვის კი აი ეს ყველაფერი უცებ ჩნდება, ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად გამზადებული და არაჩვეულებრივად მაღალ დონეზე შესრულებული. ეს რაც შეეხება პირველ პარადოქსს. ეხლა გადავიდეთ მეორე პარადოქსზე. ეს გახლავთ სისტემათა რაოდენობა. სისტემათა რაოდენობაზე ალბათ ბევრი საუბარი საჭირო სულაც არ არის, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის სამი ანბანური სისტემის არსებობა ქართულ თუ ჯერ შეიძლება, ხო, ქართულ დამწერლობაში და სხვა ნებისმიერი ენის სადამწერლობო სისტემა რომ აიღოთ, თქვენ ნახავთ, რომ იქ სამი სისტემა არა გაქვთ, სამი კი არა, ორი ანბანიც არა გაქვთ. ეხლა რა ხდება საერთოდ დამწერლობის განვითარების ისტორიაში? საქმე იმაშია, რომ როგორც კი ანბანს გადაიღებენ, ისესხებენ თუ შექმნიან ერები, ხო? შემდეგ ხდება ამ ანბანის გამოყენება და გამოყენება იმ მოთხოვნების მიხედვით, რა მოთხოვნებიც გააჩნია საზოგადოებას. ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და ასე შემდეგ, თუ პოლიტიკური. ყველაფერს უნდა უპასუხოს ანბანმა, იმიტომ რომ ანბანის მეშვეობით უნდა მოხდეს ხალხის ცხოვრების აღნოსხვა, ხო სწორია, ტექსტობრივი მასალის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ერთი სისტემა სავსებით საკმარისია და აკმაყოფილებს ხოლმე კიდევაც იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. ამასთან დაკავშირებით მე ვსვამ კითხვას. თუ 4 საუკუნის განმავლობაში და ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა გულისხმობ ყველაზე ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, ყველაზე ნაკლებ სავარაუდო დროს მეხუთე საუკუნეს, როდესაც ქართული ასომთავრული ჩდება, ხო, რა აუცილებლობა იყო იმისათვის, რომ გაჩენილიყო 400 წლის მერე კიდევ ორი ანბანი. ერთი არის ნუსხა ხუცური, მეორე კი არის მხედრული. როგორ ის ასომთავრული მრგლოვანი ვერ აკმაყოფილებდა ქართველი ერის მოთხოვნებს, 400 წლის განმავლობაში თუ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს, მერე რა ხდება? რატომ ხდება მათი გაყოფა? ხო, ეს თავისთავად ძალიან საინტერესო ფენომენი გახლავთ, მით უმეტეს რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ესე იგი გამოჩენა აი ამ ანბანური სისტემებისა ხდება მეხუთე საუკუნე, მე-9 საუკუნე და ადრეული შეხედულებებით მე-11 საუკუნიდან იწყებოდა მხედრული, მაგრამ ატენის სიონის წარწერების აღმოჩენის შემდეგ უკვე გადმოიწია ამანაც მე-9 საუკუნეში. ეხლა ისმის კითხვა. 400 საუკუნის განმავლობაში მაქვს ასომთავრული და შემდეგ 1 საუკუნის მანძილზე, რომელიც ანბანის შესაქმნელად ძალიან მოკლე პერიოდია და თანაც ორი ანბანური სისტემის შესაქმნელად და თანაც დაუკვირდეთ რა ხდება. ნუსხა ხუცური ეს არის უშუალოდ საეკლესიო დამწერლობა, ხოლო მხედრული კი საერო დამწერლობა და ხდება რა? მე-9 საუკუნეში ხდება ფუნქციური
დაშლა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა უფრო ვიტყოდი განშლა ფუნქციური, ქართული ასომთავრული რაღაცნაირად თითქოს ცალკე დადგა, როგორც დომინანტი, როგორც ერთი, რომელსაც შეუძლია ყველანაირი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, მაგრამ ცალკე ჩდება კიდევ ორი განსხვავებული სისტემა, ერთი რომელიც უშუალოდ რელიგიაზე, უშუალოდ ეკლესიურ დოკუმენტაციაზეა ორიენტირებული, მეორე კი საეროზე. არ არსებობს არც ერთი ანბანური სისტემა, არც ერთი ერისა, რომელსაც ჰქონდეს აი სწორედ ასეთი განშლადობა ანბანური სისტემის და ასეთი ფუნქციური დაშლა, უფრო სწორად, არა, დაშლა ძალიან ცუდი სიტყვაა, ფუნქციური განკვეთა, ახალი სისტემების გამოჩენა მთლიან სადამწერლობო სისტემაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქაც ძალიან დიდი პარადოქსი გვაქვს ჩვენ ანბანური სისტემების რაოდენობასთან დაკავშირებით. ავიღოთ ახლა მესამე პარადოქსი, ეს გახლავთ ფუნქციათა ხანგრძლივობა. უკაცრავად ამას ახლა ავიღებ. ცოტა სხვა რაღაცეებიც უნდა მეთქვა, მაგრამ არა უშავს ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ახლა ავიღოთ ფუნქციათა ხანგრძლივობა. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ გვაქვს სამი ანბანი და ერთ-ერთი მათგანი ესე იგი მომდინარეობს მეხუთე საუკუნიდან, მოდით რა ვთქვათ ალბათ უფრო პირველი საუკუნიდან, მეორე და მესამე მეცხრე საუკუნიდან. გამოდის რომ დაახლოებით 2000, უფრო სწორად 1900 წლის განმავლობაში ქართული ასომთავრული ფუნქციონირებდა. ასეთი ხანგრძლივობა არც ერთ ანბანს განუწყვეტელი ხანგრძლივობა, რა თქმა უნდა და ფუნქციონირება, არც ერთ ანბანს ფაქტობრივად არ გააჩნია. ავიღოთ ახლა ნუსხა ხუცური, ხო? და იგივე მხედრული, მეცხრე საუკუნეები, ხო? აქ ჩვენ გვაქვს 1100 წელიწადი. საქმე იმაში გახლავთ, რომ აი ეს პერიოდი რაც უწყვეტლივ იფუნქციონირა ამ სამავე ანბანმა ერთად, ფაქტობრივად არის ისეთი ხანგრძლივობა, რომლის დროსაც შეიძლება ახალი ანბანი გაჩნდეს, განვითარდეს და მოკვდეს კიდეც. და ახლა მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ აი ამ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ავიღოთ ინგლისური ენის ანბანი. მოგეხსენებათ, რომ ინგლისური ენის განვითარება სამ ეტაპად იყოფა, ძველი, საშუალო და ახალი ეტაპები და ძველი ინგლისური, რომელიც წერილობით დოკუმენტებში გვაქვს დაახლოებით მე-19 საუკუნეებიდან, აი თქვენ იქ ნახავთ, რომ ანბანური სისტემა ძველი ინგლისური ენისა ფაქტობრივად არის ფონეტიკური სისტემა. ფონეტიკურ სისტემაში რა იგულისხმება? ჩვენ გვაქვს ერთი ბგერა, ერთი გრაფემა და გვაქვს ერთი შესაბამისი ბგერა. ინგლისურმა ენამ ისეთი კატასტროფიული ცვლილებები განიცადა სულ რაღაც 800 წლის განმავლობაში, რომ ახალი ინგლისური ენის დადგომისათვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ არა ფონეტიკურ ტიპზე ინგლისური ენის ანბანისა, არამედ ისტორიულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწერილობა არის ძველი, ხოლო წაკითხვა არის ახალი, ანუ გრაფიკული გამოხატულება და მისი ფონეტიკური კონტური ერთმანეთს არ ემთხვევა. ესე იგი და თუ 800 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო, რომ გამოჩენილიყო ანბანი, მართალია ეს ესხა თუ როგორც იყო, ხო, ლათინური ანბანი რო ისესხეს, გამოჩენილიყო ანბანი რომელიღაც სოციუმში, განვითარებულიყო იგი და შემდეგ მთლიანად შეცვლილიყო 800 წლის განმავლობაში და ჩვენ ქართველებს გვაქვს ანბანები, ანბანური სისტემა უფრო სწორად, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში აბსოლუტურად დამოუკიდებლად იფუნქციონირა მაშინ, როდესაც სხვადასხვა ანბანური სისტემები, როგორც უკვე გითხარით, კატასტროფიულ ცვლილებებს
განიცდიდნენ. აი ეს ფუნქციური ხანგრძლივობაც ძალიან განსხვავებულია სხვა ანბანური სისტემებისაგან და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული სადამწერლობო სისტემისთვის არის დამახასიათებელი, რაც მას აგრეთვე სხვა პარადოქსებთან ერთად გამოჰყოფს როგორც ერთი ცალკეული სისტემა, ცალკეული ერთეული თუ გნებავთ სტრუქტურა. და ახლა გადავიდეთ ჩვენ დერივაციულ ურთიერთობებზე, ანუ წარმოებით ურთიერთობებზე, ხო? რა ხდება ამ შემთხვევაში? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ანბანური სისტემების დერივაციულ ურთიერთობებზე, თითქოს არაფერი არ არის. ყველამ ვიცით ტრადიციულად, რომ ასომთავრულიდან წამოვიდა ყოველ შემთხვევაში პირველი პიროვნება დიმიტრი ბაქრაძე იყო, რომელმაც ეს თქვა და იქიდან მოყოლებული. ყველა ამბობს, ვინც საუბრობს, ესე იგი ფაქტობრივად, იყო რა თქმა უნდა გამონაკლისები, მაგრამ ამაზე არ შევჩერდებით ახლა. ფაქტობრივად ვსაუბრობთ ჩვენ ასომთავრულის პირველადობაზე, იქიდან განვითარდა ნუსხახუცურიო და შემდეგ ნუსხახუცურიდან ასომთავრულიო და აქაც როგორც უკვე მოგახსენეთ, ისევ ერთი პრობლემა ჩნდება, იმიტომ ფაქტობრივად ერთ დროს ჩნდება ნუსხახუცურიცა და მხედრულიც მე-19 საუკუნეში. აბა რა ხდება ქართულ სადამწერლობო სისტემაში? იმისათვის რომ დავინახოთ ის პარადოქსები, რაც ქართულ სადამწერლობო სისტემაში ხდება და ამდენი ხნის განმავლობაში სულ სახეზე იყო, მაგრამ რატომღაც არ ვიცი ვერ ამჩნევდნენ ამას თუ საუბარი არ სურდათ ამაზე, იმიტომ რომ თავისთავად ძალიან პრობლემატური საკითხია. ანბანური სისტემის გასაგებად უაღრესად მნიშვნელოვანია. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ ზოგადად დამწერლობის განვითარება. დამწერლობა ვითარდება უპირველეს ყოვლისა მყარ ზედაპირზე აღნიშნული ნიშნების მეშვეობით. და მყარი ზედაპირი როგორც წესი ეს იყო ქვის სხვადასხვა სახეობა, ხო? და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მრგლოვანი ნიშნების დაწერა, რკალური ნიშნების დაწერა ძალიან რთული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, აი ეს ჯობია, ეს იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი სადამწერლობო ნიშნები გვაქვს კუთხური, შემდეგ უკვე ზედაპირის ცვლასთან დაკავშირებით ხდება მრგლოვანი ასონიშნების წარმოქმნა და შემდეგ ხდება მათი უბრალოდ დახვეწა. ესე იგი, გრაფიკული თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ორი საფეხური. ერთი არის კუთხოვანი, მეორე არის მრგლოვანი. რა ხდება ქართულ დამწერლობაში? ქართულ დამწერლობას თუ მივყვებით, აღმოჩნდება, რომ ჩვენ პირველად გვაქვს მრგლოვანი ქართული ასომთავრული და შემდეგ გვაქვს კუთხოვანი ნუსხახუცური, რომლის და მრგლოვანიდან იგულისხმება კუთხოვანის წარმოშობა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ქართულ სადამწერლობო სისტემაში აი ეს ორი ანბანური სისტემა ეწინააღმდეგება დამწერლობის განვითარების უძირითადეს გრაფიკულ პრინციპს. კუთხოვანი, მრგლოვანი და ჩვენ გვაქვს პირიქით. რატომ? და აიღეთ ნებისმიერი ასომთავრული დამწერლობა ქვაზე არაჩვეულებრივი მოხაზულობის მქონე ასონიშნები გვაქვს, ხო? მრგლოვანია. რას ამბობდა, ესე იგი პარადოქსი გვაქვს აქაც, შეუსაბამობა გვაქვს. ისევ ცალკე გამოიყო ქართული დამწერლობა და მისი აი ამ ორი ანბანური სისტემით. რას ამბობდა ბატონი ივანე ჯავახიშვილი? იგი ამბობდა, რომ ნუსხახუცურიო ამბობდა იგი, კუთხოვანი ნუსხახუცური, ხო, რომელიც თავიდანვე წარმოიშვა, ესე იგი, საეკლესიო ტექსტებისათვის, საეკლესიო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, შეუძლებელიაო, რომ წარმოშობილიყო მრგლოვანი ასომთავრულიდანო. აუცილებლად მრგლოვანი ასომთავრულის წინო უნდა ყოფილიყო კუთხოვანი ასომთავრულიო. ეხლა გავიხსენოთ ისიც, რომ ივანე ჯავახიშვილი
ასომთავრულის დაბადებას თუ შეიძლება ასე ითქვას, ძველი წელთაღრიცხვის მე-17 საუკუნეებიდან ვარაუდობდა, ხო? ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მრგლოვანი ასომთავრულის შექმნა მიეწერება მე-8 საუკუნეს ძველი წელთაღრიცხვით, ეს იმას ნიშნავს, რომ კუთხოვანი ასომთავრული კიდევ უფრო ადრე უნდა არსებულიყო. ხო, სწორია. იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს აი ის ზოგად სადამწერლობო პრინციპი კუთხოვანიდან მრგლოვან დამწერლობამდე. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ ის ფაქტი, რომ ძველი წელთაღრიცხვის 1100 წელს დაახლოებით, ხო, უნდა არსებულიყო კუთხოვანი ნუსხა ხუცური. საიდანაცო ამბობს იგი, უნდა განვითარებულიყო უკაცრავად კუთხოვანი ასომთავრული, საიდანაც უნდა განვითარებულიყო კუთხოვანი ნუსხა ხუცურიო. მაგრამ აქ ჩვენ ვაწყდებით კატასტროფიულ პარადოქსს. თუ 1100 წელს არსებობდა კუთხოვანი ასომთავრული და ნუსხა ხუცური კუთხოვანი ჩდება მე-9 საუკუნეში, გამოდის, რომ 2000 წლის განმავლობაში სად იყო ჩვენი კუთხური დამწერლობა? ხო? ესე იგი, მე მაქვს საწყისი კუთხოვანი ასომთავრული, იქიდან მოდის 1100 წელი, ხო? მე მივდივარ მე-9 საუკუნემდე, ახალი წელთაღრიცხვის და უცებ ჩდება ნუსხა ხუცური, კუთხოვანი ნუსხა ხუცური. უფრო მეტიც და უკაცრავად და უფრო უარესიც. ესე იგი, კუთხოვანი ასომთავრულიდან კუთხოვან ნუსხა ხუცურამდე ჩნდება სრულიად ახალი სისტემა, ანუ მრგლოვანი ასომთავრული. და აი ამ სისტემას ახტება თითქოს კუთხოვანი ნუსხა ხუცური. და გამოდის, რომ აი ამ საოცარ პერიოდში, 2000 წლის პერიოდში, როდესაც ჩვენ ამ კუთხოვანი ასომთავრულის განვითარებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვერ ვხედავთ ვერსად, იგი უჩებ ნუსხა ხუცურის სახით ჩდება, ხო, განვითარებული ნუსხა ხუცურის სახით, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ხო, ჩდება, აი ამ შუალედში მე ცალკე კიდევ ერთი სისტემა მაქვს. ეს ისეთი პარადოქსია. ეს არსად არ მომხდარა. არც ერთ სადამწერლობო სისტემაში, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მსგავსი ანალოგი არ არის ცნობილი და თავისთავადაც პარადოქსალურია, იმიტომ რომ დამწერლობა არ წარმოადგენს ისეთ ფენომენს, იცით, რომლითაც შეგიძლია აი დამატებით რაღაც შექმნა, რაღაცა ხელოვნების რაღაცა ის იყოს, რა ქვია, დარგივით იყოს. ეს არის სოციუმის მოთხოვნილებებზე მორგებული ფენომენი. მან უნდა დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნილება, ყველანაირი მოთხოვნილება და თუ ეს ასია, რა ხდება აი ამ 2000 წლის განმავლობაში? რატომ ჩდება იქ ქართული ასომთავრული? თუ კუთხოვანი უნდა აუცილებლად ყოფილიყო, იმის გამო რომ მე ვიცი რომ პრინციპი საერთოდ ასეთი უნდა ყოფილიყო. ამაზე პასუხი არ არსებობს. ეს არის ისეთი უზარმაზარი, როგორ გითხრათ, წინააღმდეგობრივი ფენომენი, რომელსაც აუცილებლად კვლევა ჭირდება. თუ ვერ მივაგენით ჩვენ იმას, რატომ მოხდა ეს ასე, ჩვენ ვერასდროს ვერ ჩავწვდებით ქართული დამწერლობის ფესვებს, ვერ გავიგებთ რისთვის და რატომ შექმნეს ასეთი პარადოქსული სისტემა. და ახლა კიდევ უფრო უარესი. და რა არის ეს უარესი? უარესი გახლავთ ის, რომ კუთხოვანი ნუსხა ხუცურიდან რამოდენიმე საუკუნის მანძილზე ვითარდება მრგლოვანი ნუსხა ხუცური. ეს არის, აქ გვჭირდება დაახლოებით 300 წელი აქ, იმიტომ დავამატე იქეთ 300 წელი. 300 წელი. დაახლოებით მე-14 საუკუნისათვის მრგლოვანი ფაქტობრივად ნუსხა ხუცურის ფორმირება ფაქტობრივად უკვე დამთავრებულია. ანუ რა მივიღეთ აქ? მივიღეთ ის, რომ ამ შემთხვევაში ნუსხა ხუცურის განვითარებასთან დაკავშირებით, გრაფიკულ განვითარებასთან დაკავშირებით, მე აბსოლუტურად ვემთხვევი იმ პრინციპს, რომელიც ყველა სხვა ანბანმა გაიარა. ხო, მე მქონდა კუთხოვანი ნუსხა ხუცური და შემდეგ რამდენიმე საუკუნეში განვითარდა მრგლოვანი ნუსხა ხუცური. არაჩვეულებრივია. მაშ რა ხდება? სამი ანბანის მეშვეობით. როგორ მოახერხეს და ჩადეს ასეთი
ურთიერთსაწინააღმდეგო სისტემები და ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ფენომენები, რომელიც მეუბნება, რომ ერთი მხრივ ვინც შექმნა ეს ანბანური სისტემები, ხო, შესანიშნავად იცოდა თუ რა საფეხურები, გრაფიკული საფეხურები უნდა გაევლო დამწერლობას, მაგრამ მეორე შემთხვევაში აბსოლუტურად არ ღვევს აი ამ მიღებულ ფორმულას და ამ მიღებულ ტრადიციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამაზე პასუხები არ არის, არადა ეს ფაქტები დევს და პირდაპირ ყვირის რომ უნდა შემისწავლოთო და აუცილებელია აი ამ ფენომენის შესწავლა. და ამასთან, რა თქმა უნდა, ამ ფენომენთან დაკავშირებული არის წყვეტა-უწყვეტელობის ფენომენიც. აქ არის მე მგონი, ხო, წყვეტა-უწყვეტელობის ფენომენი. ანუ თუ მე მაქვს კუთხოვანი ნუსხა კუთხოვანი ასომთავრული, შემდეგ წდება კუთხოვანი ასომთავრულის ფუნქციონირება, თუ ასეთი არსებობდა, ხო? ვერც ვიტყვით რომ ფუნქციონირება იყო, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ამისი ნიმუშები და შემდეგ გარკვეული წყვეტის მერე, რომელიც 2000 წელიწადს მოიცავს, ჩვენ უკვე გვაქვს კუთხოვანი ნუსხა ხუცური, მაგრამ როგორც უკვე წეღანაც ავღნიშნეთ, როდესაც ჩვენ მხოლოდ ნუსხა ხუცურ დამწერლობაზე ანბანზე გადავდივართ, ჩვენ იქ ვხედავთ პირდაპირ უწყვეტობას, კუთხოვრიდან გადავდივართ ბრგლოვან დამწერლობაზე. აი ყოველივე ეს პარადოქსები, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, ხუთი პარადოქსი და ის ნულოვანი პარადოქსიც რომ მქონდა, ხო, პირველად რომ ვახსენეთ, ეს ყველაფერი ქმნის გასაოცარ სისტემას, რომელიც არის სულ წინააღმდეგობებით აღსავსე. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩვენ გვხვდება გადაულახავი წინააღმდეგობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს და მისი დაძლევა ერთმნიშვნელოვნად უტოლდება რაღაცა ახალი ნაბიჯის გადადგმას ქართული დამწერლობის შესწავლის საქმეში. ეხლა ავიღოთ, აქ მეტი აღარ არის, მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ პარადოქსზე, ორი პარადოქსი გვაქვს ჩვენ ახლა დარჩენილი, ეს არის მეექვსე პარადოქსი, სინქრონია, დიაქრონია და მეშვიდე პარადოქსი, სტატიკა, დინამიკა. რას ნიშნავს ეს? როდესაც ივანე ჯავახიშვილი სწავლობდა ნუსხახუცურისა და მხედრულის ტექსტებს და ადარებდა მათ ერთმანეთს და სურდა გაერკვია თუ როგორ მოხდა მხედრულის განვითარება ნუსხახუცურიდან და მე მოგახსენეთ რომ ივანე ჯავახიშვილის დროს მე-11 საუკუნიდან ვარაუდობდნენ ხო მხედრულის გამოჩენას, იგი აქ ამბობს რომ როდესაც თქვენო აიღებთ ესე იგი რომელიმე ტექსტს, იქ აღმოჩნდება რომ გაქვთ როგორც ძველი ფორმები, ასევე ახალი ფორმებიო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა აქვს მნიშვნელობა, ესე იგი რა ტიპის ტექსტია რა არის და როგორ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტექსტის მახასიათებელი თვისებაა და ეს არის ის რომ მე ძველი ფორმებიც მაქვს შენარჩუნებული და ახალი ფორმებიც მაქვს, ანუ დიაქრონიაც მაქვს, ანუ განვითარებაც მაქვს და სინქრონიაც მაქვს, იმიტომ რომ აი ამ წუთში იმ მომენტში, როდესაც ეს ტექსტი იწერებოდა, ეს განვითარებადი ფორმები არსებობდნენ, ესე იგი ძველიც მქონდა და ახალიც მქონდა. ასეთი როგორც წესი ჩვენ არ გვხვდება და პერიოდი, როდესაც ჩვენ გვხვდება ახალი და ძველი ნიშნები, ძალიან ხანმოკლეა, თუ კი ასეთი რამ ხდება ხოლმე. და რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში ალბათ იქნება ასეთი რამ, მაგრამ ჩვენთან ასე არ მომხდარა. ნახეთ, რას ამბობს ივანე ჯავახიშვილი. საბოლოო გამარჯვება ძველ მოხაზულობას ვერ სპობდაო. ესე იგი, არა აქვს მნიშვნელობა რა უნდა როგორ ვითარდებოდა, ხო, დამწერლობა, ძველი ნიშნები მაინც არ ისპობოდა და ძველიც ამა თუ იმ თემში კვლავ იხმარებოდაო. რაც იმას გვეუბნება, რომ სწორედაც რომ სინქრონია და დიაქრონია ერთად ტანდემში გვაქვს მოცემული აი ამ ძველ ტექსტებში. მაგრამ ეს სინქრონია და დიაქრონია არაჩვეულებრივად უკავშირდება სტატიკასა და დინამიკას. და როგორ უკავშირდება ეს? ნებისმიერი ტექსტი რომ აიღოთ, ნებისმიერი ტექსტი, ეს არის სტატიკა. ხოლო რაც რა გრაფიკული ნიშნებიც არის მასში გამოყენებული,
ხო, ეს ყველაფერი უკვე არის დინამიკა, ანუ განვითარება. ანუ აი წეგან რაც ვახსენეთ, ხო, სინქრონია, დიაქრონია, ძალიან ახლოს არის სტატიკა. დინამიკასთან, ოღონდ სტატიკა და დინამიკა უფრო ცალკე ინდივიდუალურ ტექსტებს ეხება და ამაზეც ლაპარაკობს სხვათა შორის ივანე ჯავახიშვილი და ამბობს, რომ აი ეს ახალ და ძველ ნიშნებზე რო ლაპარაკობს, ეს ხდება ერთსა და იმავე ხელნაწერშიც კიო. ესე იგი, იმდენად მოულოდნელია, უბრალოდ ლოგიკურად არ უნდა იყოს ძველი და ახალი ნიშანი ერთად. ან უნდა ყოფილიყო ძალიან ხანმოკლე დროის განმავლობაში, იმიტომ რომ ახალი იმიტომ მოდის, რომ ის ძველი უნდა შეცვალოს აუცილებლად, უნდა ჩაენაცვლოს მას და იმ ახალმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგ უკვე ის რაღაცა ცვლილებები, რომელიც საზოგადოებაში მოხდა. აქედან გამომდინარე, აი ამ ასპექტშიც კი ჩვენი დამწერლობა განსხვავდება სხვა ენების დამწერლობისაგან. ანუ ვღებულობთ საოცარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საოცარ სისტემას პარადოქსებისა, ზოგადი განვითარების პრინციპების ცოდნისა და უარყოფისა, ლოგიკისა, ლოგიკური განვითარებისა და არალოგიკური განვითარებისა, რაც ჩვენ სისტემას ახასიათებს და თუ ეს ამ ჩვენ სისტემას ახასიათებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ. ეხლა მე მსურს ჩემი წიგნიდან პატარა ნაწყვეტი წაგეკითხოთ, რომელიც სწორედ აი ამ საკითხებს ეხება და ერთგვარად აჯამებს აი ამ განხილვას, იმ განხილვას, რაზედაც მე ეხლა თქვენ მოგახსენეთ. ამრიგად, ქართული ანბანი ისეთი სადამწერლობო სისტემაა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ანბანური დამწერლობის უზოგადეს და ამავე დროს ალოგიკურ და ურთიერთსაწინააღმდეგო კანონებს. და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რა კანონები იყო ეს, ხო? ესაა თვისებები, რომლებიც კარდინალურად განასხვავებს ქართულს ნებისმიერი ცნობილი ანბანისაგან. ამიტომ, როდესაც ქართული ანბანის განვითარების მიღებულ სქემაზე ვსაუბრობთ, ასომთავრული, ნუსხახუცური, მხედრული, მხედველობაში უნდა გქონდეს ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ სამუშაო სქემაა და არა ქართული ანბანის განვითარების მკაცრად დადგენილი ეტაპები. და აქ ერთი ასე ვთქვათ ინფორმაციულ მონაკვეთსაც დავამატებდი მეთოდური ხასიათისას. როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი არაორდინალური სადამწერლობო სისტემა, მისი შესწავლა იმ ჩვეულებრივი მეთოდიკით, რომლითაც ყველა სადამწერლობო სისტემა შეისწავლება, არ არის საკმარისი. ჩვენ ამით მოვახდენთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სადამწერლობო სისტემის ნაწილობრივ შესწავლას. აუცილებელი არის სხვა მეთოდებისა და სხვა ხერხების გამოყენება იმისათვის, რომ ქართული დამწერლობა იქნეს სიღრმისეულად შესწავლილი. და ეს გარკვეულწილად ჩემს ნაშრომებშიც ხდება, სხვა ადამიანების, სხვა მკვლევრებიც მუშაობენ ამაზე, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ პასუხები იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომელი კითხვებიც ეხლა ჩვენ ფაქტიურად ჩვენი საუბრის შედეგად დავსვით. სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა. ქალბატონო ანა, დღევანდელი გადაცემით ჩვენ ყველამ მეც და მაყურებლებმაც დავინახეთ პირველად ის ფუნდამენტური სხვაობები, რომელიც გააჩნია ქართულ ანბანურ სისტემას შედარებით ყველა სხვა ანბანისაგან. თუ როგორ განსხვავდება ქართველების მიერ შექმნილი სამი ანბანი: წყვეტა, უწყვეტობა, სინქრონია, დიაქრონია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ გადაცემის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, როგორი კავშირი აქვს ამ შემთხვევაში ქართულ ანბანს ფინიკიურ ანბანთან. ანუ თუ შეიძლება შემდეგი გადაცემები ჩვენ მივუძღვნოთ უკვე ამასაც, განსხვავება ასეთია, მაგრამ სისტემური კავშირიც უაღრესად საინტერესოა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს უძვირფასესი წიგნი ჩემთვის, თქვენი წიგნი საოცარი წიგნია მართლაც, ამ ყველაფერს მოიცავს კავშირს ფინიკიურსა და ქართულ ასომთავრულ ანბანს შორის. და აქ მე შეიძლება პატარა შედარება გავაკეთო, როდესაც ბატონი რამაზ პატარიძე ამბობდა, რომ ერთების პრინციპი ქართულსა და ფინიკიურ შორის ეს არის საწყისი ასონიშანი, ბოლო და უკანასკნელი, გამამთავრებელი. თქვენს წიგნში
ეს სისტემა გაშლილია უფრო ღრმად. კი. როგორი კავშირებია ამ ქართულ ასომთავრულსა და ფინიკიურ ანბანს შორის. დიდი სურვილია ჩემის და ალბათ უკვე მაყურებლისას, რომ ეს ყველაფერი შემდეგ გადასემებში მოისმინოს. კი. დიდი მადლობა. თუ თქვენ დაამატებთ კიდევ რაიმეს? არა, ალბათ არა. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ ფუნდამენტურ მეცნიერულ ინფორმაციას, რომელიც ქალბატონმა ანა მესხმა უკვე რამოდენიმე ათწლეულია შეიძლება ითქვას, გამოსცა და გაგვაცნო თავისი წიგნებით. ასეთ რამეს თქვენ სხვაგან ვერ წაიკითხავთ და ვერც ნახავთ. დიდი მადლობა ქალბატონო ანა. მადლობა თქვენ. შემდეგ შეხვედრამდე.